შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა, როდესაც რეალურად ის რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და ქაოსურად წესრიგდებოდა, აქ შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსებისთვის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება 1 მარტიდან. ამ კუთხით სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ გქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასაწყისიდანვე აღსრულების პროცესზე თვალყურის დევნება იყოს სრულფასოვანი იმისთვის, რომ სადაც და რამდენადაც საჭირო იქნება შემდგომი განმტკიცება სისტემის, ყველა ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღებოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმავდროულად, ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით მათ შორის გარდა პოზიციების გაცნობისა, იმის საკითხების თაობაზე, თუ როგორ წარიმართება სამომავლო თანამშრომლობა ამ პროცესზე აქტიური მეთვალყურეობის გაწევასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტები დასაქმდებიან და პირველ რიგში ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო იმ სექტორებში, სადაც გვაქვს გამოწვევა კვალიფიციური მოშახელის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უცხოელი ადამიანების ჩამოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანი განათლების რეფორმა ზუსტად იმიტომ რომ კვალიფიციური მოშახელი უნდა აღიზარდოს და შემდეგ მათი ცოდნა უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ მიგრაციის შესახებ კანონზე, რომელიც ძალაში შემოდის 1 მაისიდან, ხოლო 1 მარტიდან იწყება გარდამავალი პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის, რადგან ეს აკონტროლებს სამუშაო მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში და კანონის მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება და ადგილობრივ შრომით რესურსებს, იქნება სისტემური მოდგომა, სწორი აღრიცხვა მოხდება თუ რამდენი ადამიანი არის საქართველოში შემოსული და რა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობს და საერთო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შრომით ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამზადოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში იქ სადაც მაღალია მოთხოვნა, თუმცა ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს ამას, დავიწყოთ გადამზადება და უფრო მეტი შესაძლებლობები მიცეთ საქართველოს მოქალაქეებს.